ხედავთ, მოდით მე დავიწყებ იმ განწყობის ჩვენებით მაყურებლისთვის, რომელიც არის აქ, მიუხედავად იმ ძალიან დაბალი ტემპერატურისა, რომელიც დილიდან არის დედაქალაქში, თუმცა ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი რუსთაველის გამზირზე და ხედავთ და ალბათ არ ვიცი, გქონდა თუ არა საშუალება პირდაპირ ეთერში მაყურებელს ენახა უწყვეტი კადრი, რომ აქ ძალიან ბევრ მოქალაქეს მოტანილი აქვს ბურთი და ბურთით თამაშობენ პარალელურად. ეს არის ერთგვარი პერფორმანსი და ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ ბურთია დღეს აქ თავარი სიმბოლიკა მოქალაქეებისა და პარალელურად ამ ფორმით ისინი ცდილობენ რომ გათბენ, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით ძალიან ცივა დედაქალაქში, თუმცა ეს არ არის დისკომფორტი ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ დილის 8 საათიდან იმყოფებიან. მოდით მივიდეთ მათთან, ვკითხოთ მათი განწყობის შესახებ, ვკითხოთ პერფორმანსის შესახებაც. პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ გვეტყვით? ხედავთ რომ ბურთი გაქვთ მოტანილი ყველას. რისი გამოხატვა აქვს? სურთ აი რამ ძალიან ბევრი ბურთია დედაქალაქში. გამოვიდეს და გვეთამაშოს. ხო, მიმდინარეობს პარალელურად ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტში, ფეხბურთელი პრეზიდენტის და ამ ფორმით მოქალაქეები ცდილობენ გამოხატონ საკუთარი პროტესტი, მათ შორის მშვიდობიანად. ხედავთ აქ რამდენი ადამიანია შეკრებილი, კადრში რამდენადაც შესაძლებელია ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ, აი მოქალაქეები დგანან ჭიჭინაძის ქუჩიდან და მეორე ნაწილი მთავრდება ჩიტაძის ასახველთან, სადაც ასევე არიან მოქალაქეები განლაგებულები. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი პროტესტის შესახებ, ძალიან ბევრი თქვენ მითხარით ძალიან ბევრი ბურთს ხედავთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რისი გამოხატვა გსურთ ამით? იმის გამოხატვა გსურს, რომ კი უნდათ დიდი ხანი ძალიან ჩვენი შეშინება, რამდენიმე დღე ალყაში გვაქცევდნენ, ისე გვცემდნენ, ისე გვირტყავდნენ, მერე მარშრუტკაში ჟგუტებ ხელებს შეკრულს, როგორც ისიც ხალხს აწამებდნენ. მაგრამ ეს ხალხი ესე მარტივად, თუნდაც ესეთი ძალადობის შემდეგ, ესეთი წამების შემდეგ ხალხი არ შეშინდება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ეს ერთად გომის, ეს ერთმანეთის გაძლიერებით მივაღწევთ ჩვენ სურვილს და აუცილებლად გავიმარჯვებთ, არ დავუტოვებთ ჩვენ სამშობლოს, აი ამ არ ვიცი რა დავარქვა, ამ დაჯგუფება, ამ ძალადობრივ დაჯგუფებას. გუშინ მქონდა მსვლელობა, ვიარეთ ძალიან ბევრი ვიარეთ და ყველა ქუჩაში ბებოები, დეიდები, თვალცრემლიანები ხვდებოდნენ. ხალხი ამწეკრანებიდან დროშებს გვიფრიალებდნენ. უდიდესი თანადგომა არის ხალხისგან. ყველა ჩვენ დანახვაზე, ყველას ღიმილი აქვს სახეზე და ყველას უხარია და ყველას რაღაცა ძალიან დიდი იმედის გზნობა უღვიძდება ჩვენს დანახვაზე. ესე მარტივად ვერ შეგვაშინებენ განწყობას, როგორც ხედავთ. შესანიშნავი გვაქვს. კი ბატონო, ვერთობით მიუხედავად იმისა, რომ დღეს თავზე უნდა დაგვასვან უდიპლომო გაუნათლებელი პრეზიდენტი, ამის მიუხედავად ამ ბრას, როგორც მათ უნდათ, რომ რაღაცა გავაფუჭოთ და მე იმედზე ეს გამოვაჭენონ და მე იძახონ, რომ აი რადიკალები ვართ და მოძალადე დაჯგუფება, ჯენზი და ასე შემდეგ. აქ მარტო ჯენზი აღარ არის, მეგობრებო, აქ არის სახალხო ეროვნული პროტესტი უკვე. ყველა აქ არის, დეიდებიც, ბიძიებიც, ყველა თაობის წარმომადგენლები აქ არიან, ყველა ერთად ვართ, ერთმანეთს ვაძლიერებთ და ეგენი რომ მარტო გომელაურით არიან ძლიერები და ხარებათი არიან ძლიერები, ვნახოთ ეგ ხარება და გომელაური რამდენი ხანი ეყოფათ. დიდი მადლობა. ასეთია მოქალაქეების განწყობა, რომლებიც უკვე მე-17 დღეა აპროტესტებენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და დღეს უკვე პროტესტის მთავარი ეპიცენტრი გახდა არალეგიტიმური პრეზიდენტის არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომელიც მიმდინარეობს ახლა პარლამენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე, თუმცა გარეთ ასეთია განწყობა და მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ. აი ესე ამ ფორმით ძალიან ბევრი ბურთია დღეს მთავარი სიმბოლიკა, რომელიც მოტანილი აქვთ აქ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილის 8 საათიდან შეიკრიბნენ ქუჩაში და მსვლელობით მოვიდნენ და შეიკრიბნენ უკვე აქ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავაგრძელოთ მოქალაქეებთან გასაუბრება, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზე. პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ გვეტყვით თქვენს მთავარ სათქმელს? კი ბატონო, ნაწილ მოქალაქეებს შესაძლოა არ სურდეთ საუბარი, თუმცა მათი სათქმელი უკვე ცნობილია, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას და არ აღიარებენ იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს
პარლამენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე. აი აქაც ხედავ მოქალაქეებს აქვთ მოტანილი ბურთი, თითქმის ყველგან ბურთს თამაშობენ. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მთავარი სათქმელი, ხედავთ რომ კომენტარს გავეშალია ბურთს თამაშობ. ბურთს თამაშობ. ვისი გამოხატვა აქვს სურთ ამ პროტესტის ამ ფორმით? მარადონაში. ხო. აი რასეთ ყოდით იმ თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც ახლა ირჩევს ეგ. მე რა ვიცი, გასო მე გას არ ვიცნობ, არ ვიცი. ვერ გეტყვით ვერა. დიპლომი აიღოს ჯერა და მე დადგეს. ხო, მე ვიცი ორ სიტყვას, რო ექნება დიპლომი. დიპლომი. უდიპლომოს ასე. დიპლომს თხოვენ ახლა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომლის არჩევის პროცედურაც მიმდინარეობს პარლამენტის შენობაში. ასეთია მოქალაქეების განწყობა და დამოკიდებულება იმ პროცესის მიმართ, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნების არალეგიტიმურად წოდებული და ცნობილი ხელისუფლება. მას არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოება, არ ცნობს დასავლელი პარტნიორები და ახლა ერთპარტიული პარლამენტი ცდილობს, რომ დაამტკიცოს მიხეილ ყაველაშვილი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად, თუმცა მას ბუნებრივია რომ არ ექნება საკუთარი მოსახლეობის ლეგიტიმაცია, არ ექნება პარტნიორების ლეგიტიმაციაც. აი ხედავთ რომ თითქმის ყველგან დედაქალაქის ქუჩაში ყველა მოქალაქე თამაშობს ბურთს და ამ ფორმით სიმბოლურად და სარკასტულადაც მათ შორის გამოხატავენ საკუთარ პროტესტს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი საპროტესტო სათქმელიც, ყველგან ბურთს ხედავთ, ხომ? რისი თქმა გსურთ ამ პროტესტის? გამარჯობათ. როგორც ხედავთ, ჩვენ ვატარებთ ერთგვარ საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს არის სიმბოლური აქტი, რომ საკვარისი არის ალბათ, რომ რაღაც რაოდენობაზე მეტი ავკენწლოთ, რომ გავხდეთ პრეზიდენტი. დიდი მადლობა. ასეთია განწყობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ეს მოქალაქეები აქ 8 საათზე მოვიდნენ მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან და შემდგომ უკვე პერიოდულად ემატება აქ მოსული ადამიანების რაოდენობა და იზრდება ადამიანების რაოდენობა. დღეს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა მსვლელობაც მათ შორის. ჩვენ ვჩებით აქ ადგილზე, განწყობა საკმაოდ ამაღლებული რჩება მიუხედავად საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა და შემდგომ უკვე საინფორმაციო გამოშვებებში მოგაწვდით განახლებული ინფორმაციას.